საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით ყველას უდიდეს სიყვარულით. ეს პერიოდი ინტერნეტს ძალიან უჭირს და შემოსვლა მიჭირს ხოლმე. მოდი აბა ვნახოთ თუ ლაივში ვართ. და გავაზიაროთ. კი, აი მე მანახა. მოდით მეგობრებო, გავაზიაროთ. გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. სამ დღეში ახალი წელი მოდის. ეს 2025 წელი მეგობრებო, თქვენთვის ყოფილიყოს სიყვარულის, სიუხვის, ჯანმრთელობის და ძლიერი და ბედნიერი გონების მომტანი წელი. მოდი ეს უცბად ახლა გავაზიაროთ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება დღეს. რა არის რწმენა? მეგობრებო, აბა ვერ ხედავ და მოიწერეთ. მე გაზიარებაც არ შემიძლია ჩემი იმის და მე მგონი გავაზიარე. თქვენ კომენტარებს ვერ ხედავ. მაგრამ ესე ხდება ხოლმე და მე ჩვეულებრივად ჩანაწერს ინახავს, თქვენი კომენტარები არ ჩანს ხოლმე, მაგრამ დღეს გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა არის რა არის რწმენა. და მე თან სათაურშივე დავწერე, რომ რატომ არ შეუძლიათ ადამიანს სიკეთე და ბოროტების განსხვავება, ხო? კომენტარებს ვერ ვხედავ, მაგრამ არ აუშავს. მეგობრებო, ნახეთ როგორი რაღაცაა. რწმენა არის მოსალოდნელის განხორციელება და დარწმუნებულობა უხილავში. ანუ ესევე პირდაპირ მნიშვნელობით რომ გადავთარგმნოთ, რწმენა არის ის, რისით ჩვენ გვჯერავს და რაც ჩვენ ცნობიერი გონების მიერ არის მიღებული. ეს რწმენა მეგობრებო შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული. და ადამიანი ამ რწმენის შესაბამისად მოქმედებს. ნახეთ როგორი რაღაცაა. ეს რწმენა იგივე რწმუნებულებაა. ან იგივე ქვეცნობიერი პროგრამა, ან იგივე პოსტულატი. ნახეთ როგორი რაღაცაა მეგობრებო. მე წინაიმებზე მოყოლილი მაქვს. ამ რწმენების შესაბამისად ადამიანი მოქმედებს სამყაროში. ამ რწმენების შესაბამისად ადამიანს მიეცემა სამყაროდან. ყოველი ადამიანი იღებს იმის შესაბამისად, რისიც მას სცემს. საღამო მშვიდობისა, აი კომენტარები გამოჩნდა. ერთი კომენტარი გამოჩნდა. საღამო მშვიდობისა. ხო, ალბათ ინტერნეტი ჭედავს და ეხლა ნახეთ მეგობრებო რა არის ამ რწმენების შესაბამისად, ანუ თქვენ გაგიგიათ ხო, რომ რწმენა მთებს გადადგავსო. ყოველი ადამიანი მოქმედებს თავის რწმენის შესაბამისად. და ეს რწმენა ძალიან ძნელია, ვერ შეაცვლებინება ადამიანს, რა ხვდებით. ნუ ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს რწმენები არის პროგრამები, ქვეცნობიერი პროგრამები. ეხლა ვიცახით, რომ ახალ განზომილებაში გადავდივართ. მადლობა. ეხლა ვიცახით, რომ ახალ განზომილებაში გადავდივართ და რა განსხვავება იქნება ამ ახალ ეპოქაში,
ახალ ერაში რა სხვაობა იქნება, ხო? სხვაობა ის იქნება, მეგობრებო, რომ ადამიანები გონიერები გახდებიან. ეხლა როგორც ყველა ერთმანეთს ატყუებს, ეს აღარ იქნება. ხო, ეხლა ადამიანებს არ შეუძლიათ სიკეთის და ბოროტების განსხვავება და ადამიანების თითქმის ნახევარი მოტყუებულია, თუ უფრო მეტი არა. ხო? ან მომავალში ეს აღარ იქნება, ადამიანების მოტყუება შეუძლებელი გახდება. კიდევ რა იქნება მომავალში? მომავალში მორალზე მოითხოვება პასუხი. ეხლა თუ ადამიანი რაღაცას აკეთებს და ამაზე არავინ პასუხს არ თხოვს, მომავალში ეს აღარ იქნება, მეგობრებო. კიდევ რა იქნება სხვაობა მომავალში? მომავალში იძახიან, რომ დედამიწის ვიბრაციები მატულობს. ეს ვიბრაციების მატება გამოიწვევს ხალხში, რატოა ხო ეს ერთბაშად რატო დაიწყო ამდენმა ხალხმა საუბარი სიყვარულზე, მაღალ ვიბრაციებზე? ადრე ერთეულები საუბრობდნენ და ეხლა ძალიან ბევრი რატო საუბრობს, ხო? ანუ ეს დედამიწის ვიბრაციებმა მოიმატა და ეს იწვევს ადამიანში აზროვნების ცვლილებას. ნებისმიერ ვისაც გინდათ მოусმინოთ ნებისმიერ კოუჩს, ფსიქოლოგს თუ ეზოთერიკოს ან გასხიოსნებულ ადამიანს ეს არის, რომ ადამიანი ცვლილებას გადის პლანეტების ზემოქმედების შესაბამისად. და ჩვენ ადამიანები ვითარდებოდით ნელ-ნელა, ეს ბოლო 2000 წელი ჩვენზე მოქმედებდა თევზების ზოდიაქო. და ადამიანები უფრო მიდრეკილები იყვნენ მატერიალური ქონების დაგროვებისკენ. და ვერაცნობიერებდნენ იმას, რომ ეს მატერიალური ქონება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. და ეხლა ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ყველანი ვართ ერთი სულის ნაწილები და ამის გაცნობიერებით სიყვარულის ცნობიერება განვითარდება. ეს არის მომავლის ცნობიერება, მეგობრებო. ვინც ამას ვერ მიხვდება, ის უბრალოდ ვერ შეეგუება, რა გაუსაძლისი იქნება მისთვის ყოფა. ხვდებით ხო? ანუ ის რაღაცებზე ინერვიულებს. და თუ მაგალითად ადრე ნერვიულობის გამო დიდი ზიანი არ ადგენდათ ადამიანებს, ეხლა ნერვიულობის გამო ძალიან ცუდ შედეგებამდე მივლენ რა. ეხლა რა ხდება ჩვენი თვითონ ქართველი ერის ცნობიერებაში? ქართველი ერი ვერაცნობიერებს ბევრ რაღაცას და სანამ ერის ცნობიერება არ შეიცვლება, მანამდე ვერ გამთლიანდება ერი, მეგობრებო. მაგრამ ეს ნაცინასწარმეტყველებია. წარმოიდგინეთ უბრალოდ რა მაგარია, რომ 2000 წლის წინ იყო ნაცინასწარმეტყველები, ეხლა რა მოხდებოდა? მე ხა დეტალურად სანამ თვითონ არ ვნახე, თავიდან ისე არ მეჯერა რა. და მე ბოლო ვიდეოების განმავლობაში თქვენ სულ გეუბნებით, რომ ქვეყნის ბედი გაწერილია. ანუ ეს იმიტომ, რომ არ ინერვიულოთ რა. ყველაფერი მოხდება ძალიან კარგად ქვეყნისთვის. ადამიანები, ყოველი ადამიანი რა თავის როლს ითამაშებს, შესაბამის როლს. აი ეს მე რომ მოგიყვებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინა ვიდეოში მე თქვენ მოგიყევით, რომ ყოველი ადამიანი რომ გაძლიერდეს, მას რაღაცა გამოწვევა უნდა შეხვდეს. ვის რა გამოწვევა ხდება, ეს ქვეცნობიერად აქვს გაწერილი, რა ჭირდება რომ გაძლიერდეს. იმის შესაბამისად, თუ ვიღაცას ღალატი ჭირდება გასაძლიერებლად, მისი ქვეცნობიერი აგზავნის ვიბრაციებს, სამყარო პოულობს შესაბამის დაბალ ვიბრაციებში მყოფ ადამიანს და აგზავნის იმას, რომ თქვენ გიღალატოთ. რეალურად ესეთი ნეგატიური საქციელები გაუცნობიერებლად ხდება ხოლმე და ეს ადამიანები მე თვითონ ნანობენ, რატომ გააკეთეს ეს რა? აი რომ მე როცა გაუცნობიერებელი ვიყავი და როცა ესე ვიქცეოდი, მე ამ ჩემ რაღაც საქციელებზე ვნანობდი. და ეს რომ გაიაზროთ ყველა ადამიანი, ეს რეალურად რა არის, იცით? ამ დროს თუ ადამიანი ცნობიერი არ არის, სამყარო რაღაც როლებს ათამაშებს. რა ვიბრაციებშიც იმყოფება ადამიანი, იმის შესაბამის როლებს ათამაშებს. ხოლო ცნობიერი ადამიანი ირჩევს თვითონ როგორ მოიქცეს. აი ახლა ძალიან ბევრი საუბრები მიდის თავისუფლებაზე. და მე ზავხსენი რა არის თავისუფლება. ფიზიკურ სხეულში ჩვენ თავისუფლები არ ვართ და ჩვენ ვართ ამ პირობების
მონობაში. და ამ ფიზიკურ სხეულში ჩვენი თავისუფლება არის ჩვენი აზრების კონტროლის უნარი, აუცილებლად ჩვენ თუ აზრებს ვერ ვაკონტროლებთ, რა თქმა უნდა არ ვართ თავისუფლები. და ჩვენი თავისთვის იმის განსაზღვრის უნარი, თუ რა ზეგავლენას მოახდენთ, ჩვენზე ესა თუ ის ცხოვრებისეული გარემოება. ანუ ნახეთ რა არის ჩვენი ამ ფიზიკურ სხეულში თავისუფლება. ის რომ ჩვენ შეგვეძლოს აზრების არჩევა და შეგვეძლოს იმის განსაზღვრა ეს ჩვენ მიერ არჩეული აზრები მე ქმედებაში რომ მოვიყვანთ რაზე გავლენას მოახდენს ეს ჩვენზე. ანუ ესაა თავისუფლება, ხვდებით? თუ ჩვენ აზრებს ვერ მართავთ და ჩვენ თუ არ ვიცით ჩვენი ქმედებების შედეგად ჩვენ თავს რა მოხდება, ჩვენ თავისუფლები არ ვართ. აი მასტერ გასაღები ძალიან მაგარია მეგობრებო, ეს გამჭრიახობის სავარჯიშოა რა. ეს გამჭრიახობა იგივე შორსმხედველობაა და ამის სპეციალური სავარჯიშოა. ნახეთ როგორი რაღაცაა. ეს გამჭრიახობა არის რა? რომ სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია. ყოველ მიზეზს აქვს თავის შედეგი და რაღაც შედეგი თუ დადგა, ის რაღაც მიზეზმა გამოიწვია. და ეს მიზეზ-შედეგი, ანუ სხვანაირად სამყარო არ არსებობს. და ეს გამჭრიახობა არის, როდესაც ადამიანი ხედავს დამდგარი შედეგი, რა მიზეზმა გამოიწვია. ამ პირიქით, როცა მიზეზს ქმნის, ხედავს ის რა შედეგს მოიტანს. ხო? მოდი აბა გადავხედოთ თქვენი მეებს. აი კომენტარები გამოჩნდა. ყველა ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. სამშვიდობისა. ყველას გილოცავთ დამდეგს. ხო, მოდი ცოტას კიდე მოგიყვებით. მე წინა პოსტში რაღაც კითხვები იყო. ამ კითხვებზეც უპასუხებ და მე თქვენ თუ არ გიქნებათ კითხვები, დაგემშვიდობებით. ხო, ნახეთ კიდევ აი ეს რწმენები, მეგობრებო, ნახეთ ამ რწმენების შესაბამისად ჩვენ სამყაროს ავუქოვთ. ეხლა ნახეთ როგორი რაღაცაა. უმთავრესი ძირითადი რწმენა, რომელიც უნდა გქონდეთ გაშვებული, ეს არის რომ თქვენ ხართ სულიერი არსება. ეს რწმენა ანეიტრალებს ბევრ ისეთ არასწორ რწმენებს, არასწორ პროგრამებს. ნახეთ როგორი რაღაცაა. იმის შესაბამისად რას ფიქრობთ თქვენ თავზე, მოგეცემათ ის ძალები. ხვდებით? და უნდა იფიქროთ რომ რა თქმა უნდა იფიქროთ რომ სამყაროს ნაწილი ხართ, ფიზიკურად ეს სხეული არის ჩვეულებრივი ცხოველი, როგორც სხვა ცხოველები. ჩვეულებრივი ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანს აქვს მხოლოდ ტვინის თხელი ფენა ნეოკორტექსი. უჯრედებით, ცხოველის უჯრედებისგან შევდგებით, ტვინის ორი ნაწილი, რეპტილიური ტვინი და ლიმბური სისტემა, ცხოველის გვაქვს. ეს ძუძუმწოვრების ტვინი გვაქვს, წარმოიდგინეთ. და მხოლოდ ნეოკორტექსით განსხვავდებით ჩვენ ცხოველებისგან. ამ ნეოკორტექსში ჩვენ დაგვემატა დაკვირვების ძალა, ყურადღების ძალა და ამით ჩვენ შეგვიძლია თვითდაკვირვებით, თვითკონტროლი განვახორციელოთ, დაგვემატა ვიზუალიზაციის ძალა და ამით ჩვენ შეგვიძლია იდეალები ვაფორმიროთ, ჩვენი მიზნები შევქმნათ და კიდე ამ ნეოკორტექსში დაგვემატა სინდისი. სინდისიო მანამდე არ იყო და ეს რეპტილიური ტვინი ხასიათდება სისხლიანი დამოკიდებულებით სხვა ადამიანების მიმართ. და ეს აგრესიული ხალხი რო არის, მეგობრებო, ეს ძველი მასში არიან ჩარჩენილი რა. ხვდებით? ანუ ისევ ძველ იმპულსებს ძველი იმპულსები მართავენ. მაგრამ ახლა გადავდივართ ახალ ერაში, მეგობრებო, და ეს ძველი ეს ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანები უბრალოდ ვეღარ გადმოვლენ. რეალურად რა დაემართებათ არ ვიცი, ნახავთ და ერთად შევხედავთ ყველა. ვინც იქნება მაღალ ვიბრაციებში, ვინც გააცნობიერებს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთის ნაწილები. და ვინც ეს მოიქცევა, ის გადავა ახალგანზომილებაში, ის ადვილად შეეგუება
ის თავს იგრძნობს როგორც სახლში, ხო? ხოლო ვინც არის აგრესიული ადამიანი, ვისაც უთანხმოება დაპირისპირება და ესეთი რაღაცები უყვარს, იმისთვის ეს გარემო გაუსაძლისი იქნება. ხო, მოდი ეხლა მე გადავხედავ კითხვებს. მეგობრებო, კომენტარებს ვერ ხედავ და საღამოშიდობის აი აქ ჩანს. ყველას ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. მოდი ახლა კითხვებს გადავხედავ, რომლებიც იყო მანამდე წინა პოსტში დაწერილი. მეგობრებო, კიდევ მინდა გითხრათ, რომ დღეს ახლა რაც ხდება საქართველოში, ხო, აი რას ვერაფერს ვერ უშველით რა იმ ხალხს, აი ვერანაირად ვერ უშველით, ის ხალხი აზრს არ შეიცვლის, მეგობრებო. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია სიყვარული გაუგზავნოთ და ნუ რავი, რაღაცა, ანუ ყველა ცხოვრებაში რაღაცა უნდა მოხდეს, მეგობრებო, რომ გაიგვიძო რა. გაგვიძება არის ეს, რომ დაინახონ კეთილი და ბოროტის განსხვავება დაიწყონ რა. რეალურად ვერ ანსხვავებენ, მეგობრებო, კეთილს და ბოროტს და ნუ ეხლა აი რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო? და ესეთ ადამიანებს არ ვიცი რა მოუვა, არ ვიცი. ხო, ვნახოთ სად არის ჩვენი კითხვები, ხო? შოთა ისევ სიყვარულზე და იმაზე რამ ხელა მნიშვნელობა აქვს ახალი წლის ახალ სიხარულით მიღებას. ჩვენ თავიდან დავიწყოთ და მთელი მსოფლიო შევიყვაროთ. ხო, სიყვარულზე და ახალ, ნუ მეგობრებო, ეს ნახეთ როგორი რაღაცის შეცვლისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ახალი წელი იქნება თუ როდის იქნება. აი მე 21-ში ჩავატარე, შეხვედრა და გითხარით რომ 21-ში იყო ძალიან ძლიერი ენერგეტიკული ცვლილება. ამ დროს არის აი რაღაც დღეები არის, როცა ძალიან ძლიერი ენერგეტიკული ცვლილებებია. და ნუ ამ დროს შედარებით ადვილია რაღაცების შეცვლა რა. მაგრამ ადამიანს თუ განზრახვა აქვს, სურვილი აქვს, არანაირი საერთოდ არაფერი არ შეიძლება იყოს მასზე ძლიერი. მთელი სამყარო, მეგობრებო, ანუ მთელი სამყარო ჩვენ შიგნითაა და ყველაფერს ჩვენ ანუ იცით როგორ რაღაცა ეს სამყაროს ძალები მოქმედებენ ოღონდ ჩვენ აღქმების შესაბამისად. ეს ცოტა ძნელი გასაგებია. ხო, ანუ რაც შეეხებოდა ცვლილებას, აი ეს დღეები არის, როცა ენერგიები იცვლება. ნუ შედარებით ადვილია რაღაცების ცვლილება, აი მაგალითად თუ ადამიანი ერთი და იგივე ადგილას, ერთი და იგივე დროს რაღაცას აკეთებს, იმის გაკეთება უფრო ადვილი ხდება. და იმიტომ არის, რომ აი რაღაც სავარჯიშო ზუსტად ერთი და იგივე დროს აკეთებენ ხოლმე. რატომ იცით? ადგილს აქვს ენერგია და დროს მეხსიერება აქვს. და ერთ და იგივე ადგილას, ერთ და იგივე რაღაცის გამეორება ადვილი ხდება უფრო. ეხლა რაც შეეხება სიყვარულს, მეგობრებო, სიყვარული სხვადასხვა პლანზე მოქმედებს სხვადასხვანაირად. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთია სიყვარული, ხო? და რას ნიშნავს ეს ღმერთია სიყვარული, ხო? ეს როგორ უნდა გავიგოთ, ხო? ღმერთია სიყვარული. რეალურად ღმერთი არის ერთი მთლიანი, რომელიც სიყვარულშია. შიგნით ყველაფერი სიყვარულშია, მეგობრებო. სიყვარული ფიზიკურ დონეზე ან ფიზიკურ დონეზე ვერ იგებენ სიყვარულს. სიყვარული არის თავისუფლება და არაფლობა. ვინც გვიყვარს, იმას თავისუფლება უნდა მივცეთ და არ გვინდოდეს ფლობა. ხო? და ნუ მაშინ როგორ ესე, ხო? როგორ? თუ
ადამიანს ფლობა უნდათ და ეგ ეს არის რომ ნამდვილი სიყვარული არის ის, როდესაც უშვებ და მას წასვლა არ უნდა. ხვდებით, ხო? და კიდევ სიყვარული არის გაცემა და არა მიღება. ვინც გიყვარს იმის მიმართ, მუდამ უნდა გავცემდეთ და უკან არაფერს ველოდებოდეთ. ჩვენ თუ უკან რაღაცას ველოდებით, ეს ანგარებაა. სიყვარული გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს ოქსიტოცინს. ეს ბედნიერების ჰორმონი ოქსიტოცინი ქმნის უსაფრთხოების განცდას. ხო, აი წარმოიდგინეთ რა შუაშია, ხო, სიყვარული უსაფრთხოების განცდასთან. მაგრამ ეგ არის რა, აი მაგალითად ბევრი სიყვარულის გამო ადამიანი ხდება უშიშარი. ხო, რატომ? იმიტომ რომ ეს მაღალ ვიბრაციული განცდები ერთმანეთთან მეგობრობენ. აი მაგალითად რაღაცებს მაგრახსნის. ხო, აბა გადავხედოთ კიდე რა კითხვები გვაქვს. მეგობრებო, მოიწერეთ კიდე კითხვები. აი ანასგან მოვიდა რაღაც კითხვა. შოთა ეს ჩვენი შექმნილი რწმენას ეხება. ხო, ყველა რწმენას ჩვენ ვქმნით. ანუ ეს რწმენები, ეს არის აზროვნების ხერხები, რომელიც ჩვენ გადმოგვეცემა ჩვენი წინათაობებიდან და ყოველი ადამიანი არის მის წინათაობებზე ზემომქმედი სასიცოცხლო ძალების შედეგი, ანუ იმათმა რაც განავითარეს აზროვნებით, ის ვერ ჩვენ გადმოგვეცემა, ანუ აზროვნების ხერხები. იმიტომ არის რომ მამის და ბაბუის პროფესიას შვილი უფრო ადვილად განვითარებს. იმიტომ რომ ეს გენეტიკურად ეს ცოდნა აქვს. და შემდეგ ამას დაბადებიდან დღემდე ადამიანი თავის ნაზრებით აშენებს ამ რწმენებს. ამ რწმენების შესაბამისად მე აზროვნებს ადამიანი. ანუ აზრებით ქმნის ამ რწმენებს და ამ რწმენების შესაბამისად მე აზროვნებს. ამ რწმენებს სხვანაირად რწმუნებულებები ქვიათ, პოსტულატები ქვიათ, ამ ქვეცნობიერი პროგრამები ქვიათ. რავი, თქვენ რაც კიდე დაუძახეთ. და ყველაზე მაგარი, ანუ ყველაზე მაღლამდგომი რწმენა, რომელიც სხვა ესეთ დაბალ ნეგატიურ რწმენებს, პროგრამებს განეიტრალებს, არის ეგ, რომ თქვენ სულიერი არსება ხართ და ნებისმიერ რაღაცა ამას სანამ twin თავისით გააკეთებს, თავიდან ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ ეს აზრი უნდა დაუპირისპიროთ. აი რაღაცა გაქვთ, ხო, რაღაცა უნდა განსაჯოთ, ხო? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სულიერი არსება ხართ, ღმერთი ხართ და იმ ღმერთის გადმოსახედიდან გააკეთეთ გადაწყვეტილება, როგორ მოიქცეოდით. ხო, აი დღეს რომ მიდის დაპირისპირება ხალხში, ხო? თქვენ ვინმეს ხარ კი არ უნდა იჭიროთ, თავი ღმერთად წარმოიდგინეთ და წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენი შვილია და როგორ მოიქცეოდით ამ შემთხვევაში. მხოლოდ ეს იქნება სწორი მიდგომა, ხვდებით, ხო? მოდი აქ წავიკითხოთ. ხო, შემდეგი. შური რა არის და საიდან მოდის და როგორ დავიცვათ თავი? ნებისმიერი ნეგატიური განცდა ჩვენ გვჭირდება. აი მაგალითად შურის საწყისში არის რა, რომ ვიღაცა ჩვენზე კარგია, ხო? რეალურად ეს ნებისმიერი ეს უნარი, ტვინის უნარია, ეკოსისტემის უნარია. და ეკოსისტემა ვერ აცნობიერებს, რომ ჩვენ სულიერად ერთი მთლიანი ვართ და ეს ეკოსისტემა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. ეს ტვინია რა, ეს ტვინი ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე. ეს ტვინი ჩვენ არ გვემორჩილება, ჩვენ რაღაც ანუ რაღაც შეზღუდულად მართავთ ამ ტვინს, მისი პროგრამირება შეგვიძლია და ნახეთ როგორ რაღაცა რეალურად ანუ ეს შური ჩდება აქედან, მაგრამ ეს შური კიდე შეიძლება გაჩნდეს იცილისკან, აი მაგალითად თუ რომელიმე სხვა ნეგატიური აზრი მოიჩვიეთ,
თქვენ გაგიგიათ ხო რომ იმ ნეგატიურ აზრს რომ თავის მეგობარი აზრები მოყავს, რატომ მოყავს? იმიტომ რომ ტვინი გადადის დაბალ სიხშირეზე და როდესაც იმ სიხშირეზე მუშაობს, შესაბამის სიხშირის აზრებს იჭერს. მე თქვენთვის მოყოლილი მაქვს. ეს ჩვენი ტვინი არის ანტენა და იჭერს აზრებს მთელი სამყაროდან. ეს ტვინი არის თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ესეთი ანტენა. იჭერს აზრებს, ამუშავებს, მე მოხეტიალე ნერვით აგზავნის. ეს მოხეტიალე ნერვი გაივლის ფილტვებს, მე გაივლის დიაფრაგმას, მე იტოტება და უერთდება პერიფერიულ ნერვულ სისტემას, რომლის ცენტრიც არის მზის წნული და რაც არის ქვეცნობიერი. ხვდებით, ხო? ჩვენ ამით ანუ ვიჭერთ აზრებს, ვამუშავებთ, ვაგზავნით ქვეცნობიერს და ქვეცნობიერი მზის წნულიდან ასხივებს. როგორ აზრებს ვიჭერთ? რომელ სიხშირეზე გვიყენია ტვინი, იმ აზრებს ვიჭერთ. სიხშირეზე როგორ ვაყენებთ? ჩვენი აზრებით. ვაზროვნებ დაბალ ვიბრაციულ აზრებში ვართ, ნეგატიურად ვაზროვნებ, ტვინი იწყებს დაბალ სიხშირეზე მუშაობას. და შესაბამისად დაიჭერს სამყაროდან დაიჭერს დაბალ ვიბრაციულ აზრებს. აი მაგალითად ბიზნესმენებს რომ უნდათ რომ მაგარი აზრები დაებადო, რა შვებიან, ხო? მიდიან განმარტოვებაში, ჯდებიან და ჯერ აკეთებენ რაღაც, ანუ მათთვის რაც არის სასიამოვნო, რის გამოც მათ ბედნიერების ჰორმონები გამოეყოფათ, ისეთ რაღაცებს აკეთებენ. ისეთ რაღაცებს წარმოიდგენენ, ისეთ რაღაც, ანუ მშვიდდებიან, დუნდებიან, ეშვებიან. უი, მადლობა, რაღაც ვარსკვლავები მოვიდა. ძალიან დიდი მადლობა. და რა შვებიან ეს ბიზნესმენები? ანუ თავის ტვინის ვიბრაციებს მაღლაწევენ. რომ ის აზრი მოიზიდო, ხო? თორე ხო დაბალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანი მილიონიან აზრს ვერანაირად ვერ მოიზიდავს. ხვდებით ალბათ, ხო? და ეს არის, ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ დავიჭიროთ მაღალ ვიბრაციული აზრები, ტვინი უნდა ვამუშაოთ მაღალ სიხშირეზე და დაიჭერს მაღალ ვიბრაციულ აზრებს. ხო, რატო გვებადება ეს დაბალ ვიბრაციული აზრები? ვისაც ებადება, რატო ებადება, ხო? იმიტომ რომ დაბალ სიხშირეზე ამუშავებს. ტვინის სიხშირე რო ავწიოთ, თვენახევარი მაინც გვჭირდება, რომ მაღალ ვიბრაციებზე ვამუშაოთ. და მე ეს ავტომატიკა, აიცით, ჩვენების არსება ვარ ჩვენ და ეს ამისთვისაა, ეხლა ამას თუ გაიაზრებთ, ეს ძალიან მაგარ, მე ყოველ ვიდეოში ძალიან მაგარ რაღაცებს გიყვებით და უბრალოდ თუ გაიაზრებთ, ჩვეულებრივად ცხოვრებაში გამოიყენებთ. მე მგონი საინტერესო იყო, ხო? მოდი მე მგონი კიდევ ანუ შური ეს არის რა, შური საწყიში ჩდება, იმიტომ რომ გვჭირდება, რომ ვიღაცა ჩვენზე ამას ეკოსისტემა აკეთებს. რომ ვიღაცა ჩვენზე უკეთესია და ჩვენ იმაზე უკეთესი გავხდეთ. ამას ეკოსისტემა აკეთებს. სულიერად ჩვენ ყველა ერთმანეთის ნაწილები ვართ და იმ ვიღაცას კი არ უნდა შევეჯიბროთ. გვერდში უნდა დაუდგეთ და ერთად გავაკეთოთ რაღაცა. ხვდებით, ხო? როცა ეს შური ირთვება, ეს უნდა ვაცნობიერებდეთ და ჩვენ თავს ვეუბნებოდით ამას. ოღონდ ეს შური შეიძლება დაიბაძოს შიშის გამო, ანუ ტვინი დაბალ ვიბრაციებში ჩავწიეთ. კიდე ტვინი დაბალ ვიბრაციებში ჩადის რის გამო? ფიზიკურ სხეულს თუ არასწორად ყვებავთ. ფიზიკური სხეული თუ ცუდად ისვენებს, ღამე არ ძინავს კარგად. და ფიზიკური სხეული თუ კარგად აქტიური არ არის, ანუ თუ უმოძრაო ცხოვრების წესით არის საკავებული ადამიანი, ცუდია. და ეს უგდებს ტვინის ვიბრაციებს დაბლა. ანუ ეს მიზეზები შეიძლება იყოს გამომწვევი შურის და ეგეთი რაღაცეების. მშობლის და შვილის ურთიერთპატივისცემაზე. მეგობრებო, მშობლის და შვილის ურთიერთობა არის ეს მშობლის და შვილის ძალიან დიდ წრედს ჰკრავს რა, ანუ ეს ოჯახის წრედი არის უძლიერესი წრედი და მაგალითად შვილს თუ მშობელი არ უყვარს, ჩათვალე რომ აი თავს იკლავს. და ამ ცუდია რაღაცნაირად უნდა დაალაგდეს, უნდა გვიყვარდეს ჩვენი მშობლები და რა თქმა უნდა ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობა დაალაგებული იყოს. კიდე რაღაც მოვიდა. ძალიან დიდი მადლობა. ხო მე მგონი აქ კითხვები აღარ, აი კიდე ერთი. შურზე უპასუხე. ამ პარტავნებაზე და უსამართლო ურთიერთობაზე. ამ პარტავნება ყველაზე დიდი ცოდვაა. და უსამართლო
უსამართლო ურთიერთობაზე, მეგობრებო, იცით რა არის? უნდა გაიაზროთ, ნახეთ როგორ რაღაც უნდა გაიაზროთ, რომ რაც თქვენ გემთხვევათ, ამას თქვენ აკეთებთ. და იმიტომ აკეთებთ, რომ გაძლიერდეთ. თუ ვიღაცა უსამართლოდ მოგექცათ, ზუსტად აი უსამართლობა გჭირდებოდა თქვენ რომ გაძლიერებულიყავით. ანუ რაღაცა ისეთი გჭირდებათ, რომ დაგარტყათ იქ ფსიქიკაზე. ხო, აბა ეხლა მთელი დღე რომ წამოწოლილი იყოს და ტელევიზორს უყუროთ, ვერ გაძლიერდებით ვერანაირად. რა ამას თქვენივე twin-ი აკეთებს, აგზავნის სიგნალებს და იზიდავს ისეთ ადამიანებს, ვინც თქვენ გიღალატებთ, ვინც თქვენ რაღაც იმედებს გაგიცრუებთ და ესე მოგექცევათ, რომ გაგაბრაზოთ რა, რომ გაიძლიეროთ, თავი რომ გაიძლიეროთ რა. ამას რომ გაიაზრებთ, მიხვდებით, რომ ყველაფერი ესეა. ხო, მოდი ახლა აქ ჩვენი მე შევხედოთ. ხო, მოდი აი კითხვებს გადავხედოთ ახლა და მე მგონი არის რაღაც ბევრი კითხვები, ხო? ძალიან დიდი მადლობა ვარსკვლავებისთვის. ეს ვარსკვლავები ფული ღირს, ხო? აი ანა მოგწე რაღაც შოთა გაცნობიერების მერე როცა მიხვდები რომ სულიერი არსება ხარ, ფიქრთან აღარ ასოცირდები, ხვდები რომ წარსული და მომავალი კი არა, აწყვა მხოლოდ რომ ყველაფერი სიყვარულია და სამყარო შენი არსებით რეალიზდება, მატერიალიზდება, მაშინ სხეულებრივი სურვილები უფრო მასშტაბდება, სულიერად იაზრებ, რომ საჭირო ხარ და გონება და სხეულის სულის გამოვლინება. ხო, დიახ, ანუ ჩვენ ყველანი ვართ სამყაროს ნაწილები, ვართ ღმერთის ინდივიდუალიზირება, სათითაო ინდივიდუალიზირება და თვითეული ადამიანი არის ღმერთის გამოვლინება და ღმერთი ჩვენი სახით აცნობიერებს თავის თავს. ღმერთი ჩვენი სახით განიცდის ცხოვრებას. შოთა ძალიან მაშველებს შენი ლაივების მოსმენა, მადლობა ასეც იქით. ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. ძალიან მიხარია თუ ესეა. ჩვენ ესე აი ჩვენი ესეთი გვერდში დგომით საუბრებით, ვაძლიერებთ ერთმანეთს. და რა მაგარია ხო მეგობრებო, სეროტონინი. ამაზე მადლიერებაზე ხო არავინ არ ლაპარაკობს, რომ სეროტონინს გამოყოფს. ნახეთ აი კარგად რო აგიხსნათ. ეს სეროტონინი არის ძალიან მაგარი ჰორმონი. ჩვეულებრივად სეროტონინი გამოიყოფა მზის შუქზე. და ღამის გადაიქცევა მელატონინად. მაგრამ ეს სეროტონინი კიდევ გამოიყოფა იცით რაზე? ერთმანეთის კომპლიმენტების თქმაზე, ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვაზე, ერთმანეთის მიმართ ჩექებაზე და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ მადლობას ვეუბნებით თუ გვეუბნებიან, ორივე შემთხვევაში სეროტონინი გამოიყოფა. აბა წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენ ვიღაცის გულით მადლიერი ხართ, ხო რა კაი შეგრძნებაა და წარმოიდგინეთ რომ ვიღაცა თქვენ რომ მადლობას გიხდით, იგივე ეს შეგრძნებაა. და ეს სეროტონინი იწვევს შეგრძნებას, რომ ყველაფერი კარგადაა. ხვდებით, ხო? და შფოთვა საიდან იწყება? აქედან რომ რაღაცა ადამიანს გონია რომ რაღაცა ან ვერ მოასწრო, რაღაც ვერ გააკეთა რაღაც, შფოთვა აქედან მოდის. ჩვენი რწმენის შესაბამისად იმიტომ მოგვეცემა. დიახ, რა თქმა უნდა. შოთა როცა იცი რომ ახლობელ ადამიანს ან მეგობარს ან ნათესავს შენი შურს, აი მაშინ ჩვენ როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ თავი, სიყვარული უნდა გავუგზავნოთ. მეგობრებო, ნახეთ რა არის. ყოველთვის ეს აი ეხა ეს სიტყვები აი ძალიან მოდაში შემოვა, რომ ღმერთო აპატი, რადგან არ იცის რას ჩადის, ხო?
ჩვენ ხო გონიერები ვართ, მეგობრებო, ხო? ჩვენ თუ ვიღაცა ბოროტად მოგვექცა და ჩვენ საპასუხოდ ბოროტად მოვეკეცით, ჩვენც ბოროტი ვართ. ისიც ბოროტია, ჩვენც ბოროტი ვართ. ვინც რას აკეთებს, ის არის, ხო? ჩვენ თუ სიბოროტეს ვაკეთებთ, ჩვენ ხო ბოროტი ვართ. აი კითხვა რო არის, რომ რომელი ადამიანი არისო და ვერ უპასუხეს, იმაში იყო რასადროდის. რომელი ადამიანი არისო კეთილიო. და რეალურად კეთილი ადამიანი არის ის, ვინც სიბოროტეს არ აკეთებს. ხვდებით? როდის იწყება ახალი კურსი? ახალ კურსებზე ვერ გეტყვით. ეხლა მიდის მერვე ნაკადი. არ ვიცით. როდის დაიწყება ახალი არ ვიცი. ჯერ ვერ გეტყვით წინასწარ. შოთა, გაგვიზიარე ის აზრი, რომელიც შენთვის ყოველდღიურია, აზრი, რომელიც ყოველდღე გაძლიერებს. სულ გახსოვს. აი ეს არის რა, ნუ სულიერი არსება ვარ. და ანუ რაც არ უნდა მოხდეს, იცით რა ის, თავიდან რომ დავიწყე ამის ვიზუალიზირება, ნუ მე ახლა რეალურად ეს არ გამიცნობიერებია. მე ეს რო გავაცნობიერო, გავსხიოსნდები და ნუ ამაზე მუშაობ რა. რეალურად ჩვეულებრივად რო დავიწყე ამ აზრის გამეორება, თავიდან ტვინი გეწინააღმდეგება რა, იმიტომ რომ ტვინი არ ჯერავს რაღაცეები, ხა რასაც ვერ ხედავ, ტვინი ის ხო არ ჯერავს. და ნუ აი ბრავი ეს არის ისეთი აზრი, რომელი აზრით სხვა ბევრ ნეგატიურ აზრს განეიტრალებს. არ მოგიწევთ სხვა რაღაც აზრებზე, აი თუ მაგალითად ადამიანი რწმენებს, ნახეთ როგორ იძენს, ბევრ რაღაცას ადამიანი ამოწმებს, ადარებს. ჩვენ ტვინს ეს უნარი აქვს, რომ შეადაროს, ორს ადარებს და ერთს ირჩევს. ხანდახან ადამიანი ვიღაცის მიერ ნათქვამს ისე იჯერებს, რომ არ ამოწმებს. ერთი ეგ ვარიანტია და მეორე კიდე თუ შესაძლებელი არ აქვს და ერთი აქვს. იმასაც ეგრე ხანდახან ეგრე იჯერებს ხოლმე. და ამის შესაბამისად ეს რწმენები ქვია, მას არასწორი პროგრამები ქვია. და ეს არასწორი პროგრამებია გაშვებული. და ბევრი ეს არასწორი პროგრამა შეიძლება ბავშვობაში იყო აღქმული და ჩვენი ქვეცნობიერისთვის დრო ხო არ არსებობს, ხო? ბავშვობაში რაღაცა რომ შეგვემთხვა, ჩვენი ქვეცნობიერისთვის ეხლა ისიც. თუ ის არსებობს ჩვენ ქვეცნობიერში, ჩვეულებრივად მუშაობს და ფილტრი ქვია, ეს ფილტრი გვედება. ხო და ანუ ყველაზე ეგეთი მაგარი პროგრამა ესაა რა, რომ სულიერი არსებები ვართ. სულ უნდა გაგვახსენდეს რა. ეს ცოდნა, ეს ქრისტეს ცოდნა, ეს არის ქრისტეს ცნობიერება, სიყვარულის ცნობიერება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველ ერს ეს ცნობიერება გვქონდა. ოღონდ ეს ცნობიერება დაგვავიწყეს. მაგალითად მეგობრებო, რომ გაიხსენოთ, ხო, აი 100,000 მოწამის ისტორია მე ამაზე პოსტი დავწერე, ხო? და ეს 100,000 მოწამე წარმოიდგინეთ, თურმე მიდიოდნენ, რიგში იდგენ და რომ სიკვდილი დაესაჯათ და არც ერთმა რელიგიაზე უარი არ თქვა და ხატზე ფეხით არ დააბიჯეს. წარმოიდგინეთ რა შინაგანი ძალა ამოძრავებდა და ეს ჯერავდათ მეგობრებო, რომ სულიერი არსებები ვართ და ეს ძალა არის უდიდესი სიძლიერე, ხო? რატომ უნდათ რომ ეს ჩვენი რელიგია რო გადმოსაქვნა რა ქვია, რატომ უნდათ? ეს ამ რელიგიაში ეს არის. ეხლა რა ქრისტიანობაც არის, ეს ქრისტიანობა შეცვლილია, ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. მაგრამ თავარია რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავიხსენოთ, იმიტომ რომ გენეტიკაში გვაქვს ეს ყველაფერი. ანუ ეს აზრი რა, მე ამას ნუ რეალურად ხო აფირმაციაში რა აზრებიც მაქვს, იმ აზრებს ვამეორებ რა. დღეში 3 ჯერ მამაო ჩვენოს ვიძახი, ჩემ შედგენილ აფირმაციას ვიძახი და სამყაროს მადლობას ვეუბნები ყველა ჩემი მეგობრებისთვის, ყველა ჩემი ნაცნობებისთვის, ყველა ადამიანებისთვის, ვისაც ვიცნობ, ყველას გამოვეუბნები მადლობას, რომ ისინი კარგად არიან. ანუ ამ რაღაცას ვაკეთებ, რა მამაო ჩვენოს ვიძახი, აფირმაციას ვიმეორებ.
და ამ ხალხისთვის რო კარგად არიან მადლობას ვეუბნები. აბა ხო არ გვაქვს კიდე კითხები? არ უნდა დავიჯეროთ, რაც დაგვაჯერებს, ყველაფერი თამაშია. მეგობრებო, იცით რა არის? ჩვენ ეხა არის ინფორმაციული ომი მიდის, მეგობრებო. ეხა მიდის ჩვეულებრივად ინფორმაციული ომი მიდის. და იარაღი არის შიში. აშინებენ ხალხს, მიდის დაშინება რა. და ყველაფერი რაც გაშინებთ, ეგ სპეციალურად არის მეგობრებო შექმნილი, რომ დაგასუსტონ რა, ეს ბრძოლა მიდის ახლა. მე სულიერი არსება ვარ, ეს თუ არ შეიგრძენი მთელი სხეულით, მგონია რომ ამის უბრალოდ გაგება ძნელია, ამის გაგებასაც ძალა უნდა. არა, ნახეთ როგორი რაღაცა, ბევრი ზალისხმები არ ჭირდება. მეც ეგრე მეგონა რომ თავიდან ვფიქრობ, როგორ შეიძლება დაიჯერო ეგრე, ერთი გაფიქრებით ვერ იჯერებ, ხო და? მე ძალიან მაგრა გამომადგა რა, იცი, გურჯიევი ეუბნება თავის შვილს, რომ ეს შვილი ეუბნება რომ რა უკნა არ მჯერავს, არ მწამსო და როგორ ვიწამო ესო რა, ეს რაღაცაო რა. და გურჯიევი ეუბნება ესეთ რაღაცას. დაიწყო ამ რაღაცის გამეორებაო და შექმენი ილუზია რომ წამსო. და ცოტა ხანი ამეორე და ნახე თუ არ იწამებო. და მართლა ესეა რა. ჩვენ თუ შევქმნით ილუზია რაღაცის რომ ჯერავს, ამას ვამეორდ. აი სისულელესაც დავაჯერებთ საკუთარ თავს და ესე ხდება. ესე ხდება დაპროგრამება. მადლობა ვარსკვლავისთვის. შოთ ამომენატრა შენი ლაივები. მეც ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. ნახეთ ამას რა აქვს. აი ყველას ახალ წელს გილოცავთ. ნახეთ რა მაგარია. აი კიდე. აი გუშტებით. მეგობრებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ. ყველას გილოცავთ. დამდეგ 2025 წელს მეგობრებო, ეს წელი იქნება საქართველოსთვის ძალიან მაგარი წელი. ეხლა გეტყვით კიდე რა არის წინასწარმეტყველებაში. წერია ესეთი რაღაცა, რომ საქართველო იქნება წმინდა კიდობანი. და მთელი მსოფლიოდან ხალხი ეცდება საქართველოში მოხვედრას. ყველგან იქნება არეულობა და საქართველოში იქნება მშვიდობა და გაფრთხილება. ეს არის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება, მეგობრებო. უდიდეს სიყვარულით დაგემშვიდობებით, ახალი წლის მერე ისევ შევხვდებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ, მეგობრებო, და ძალიან მიხარია, რომ ბევრ თქვენგანთან ისეთი ძალიან ახლო ოჯახური ურთიერთობა მაქვს, რომ აი ძალიან მიხარია. ძალიან მიყვარხართ, მეგობრებო, დამდეგს გილოცავს და ყველაფერი საუკეთესო მოეტანოს ამ წელს თქვენთვის. ნახვამდის.